ამჯერად გისოსებს მიღმა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი შეიძლება აღმოჩნდეს. ძიძიკაშვილი იმ კომპანიის დირექტორია, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ინფორმაცია თავად პროკურატურამ გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ცნობით გამოძიება ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებასა და გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. სწორედ ეს კომპანიაა პასუხისმგებელი ვაგონების შეკეთებაზე. რადგან პროკურატურა დაიწყო გამოძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ გაფლანგული არის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები და ეს სახსრები გაფლანგა თანამდებობის პირებმა. აღნიშნული შეპესი არის დაფუძნებული სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც სატრანსპორტო კომპანია არის კიდევ მერიის სტრუქტურული ერთეული და ეს იმას ნიშნავს, რომ მერიამ მისი საკუთარი თანხები ვერ გააკონტროლა მისივე დაფუძნებულ კომპანიაში. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა კახი კალაძე და დადგება მისი როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კომპანია, რომელიც გამოძიების ინტერესის ობიექტი გახდა, წლების განმავლობაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობს. სწორედ კახი კალაძის უწყება წლების მანძილზე ამ კომპანიასთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელიც თავის მხრივ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის მიზნით შესაბამის მომსახურეობას უწევდა. სავარაუდოდ ფორმალურად მოკვლევის დაწყების მოთხოვნით სწორედ მერიის აუდიტი სამსახურმა მიმართა პროკურატურას, თუმცა მკვლევრები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ნიადაგს პირადად კახი კალაძის დასაჭერად ამზადებს. მიდის თუ არა კვალი კალაძემდე, დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში მიდის, იმიტომ რომ სულ სამი ვარიანტია, ან კალაძე უბრალოდ ვერ აკონტროლებს სისტემას და არის მართლაც-დოყლაპია მმართველი, რომელიც ვერაფერს ხედავს, მეორე ეს არის ის ხედავს კორუფციას და გულგრილია და არაფერს შვება კორუფციის აღმოსაფრელად და მესამე ვარიანტია, რომ ის თავად სარგებლობს და თავად იღებს ატკატებს და უკანონო შემოსავალს იმ კორუფციული შემთხვევებიდან. თბილისის მერიაში რომ კორუფციის მხილება გრძელდება, ეს თვალსაჩინოა ექსპერტებისთვის. კომპანია, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, სწორედ ამ უწყების დაქვემდებარების ქვეშაა. ამიტომ ექსპერტები აცხადებენ, რომ თითოეულ კორუფციულ სქემაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა კახი კალაძეს ეკისრება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კი ასეთი მასშტაბები იყო კორუფციის ამ წლების განმავლობაში და ჩვენ ვნახეთ არაერთი მაგალითი, როგორ დააპატიმრეს მაღალჩინოსნები, განსაკუთრებული მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ადამიანები, ბუნებრივია, რომ კალაძის გარშემოც იყო შეკრული ასეთი წრე და არაერთი ასეთი შემთხვევა ვნახეთ და იმის მიუხედავად, რომ ქალაქის მერი მუდმივად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ პირადად მასთან ამას არ აქვს არანაირი კავშირი, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა. პროკურატურა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით ჩხრეკაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიდნენ, რომელიც ვაგონშემკეთებელი ქარხნის 50%-იანი წილის მფლობელია. თავის მხრივ განცხადება დედაქალაქის მერიამაც გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის ჩატარების დროს ამ კომპანიების საქმიანობამ კითხვები გააჩინა, რამაც გადააწყვეტინა მათ შესაბამისი მასალები პროკურატურისთვის გადაეგზავნათ.